თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილთა ხმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ჩვენ დღეს ვიმყოფებით, ჩვენი გადამღები ჯგუფი ვიმყოფებით ხონის სათემო განათლების ცენტრში. წლის ბოლოა უკვე უამრავ პროექტს და უამრავ პროგრამას და უამრავ სასწავლო და საგანმანათლებლო და პროფესიულ საქმიანობაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ რაღაც ერთგვარი შემაჯამებელი დიალოგი გვინდოდა თქვენთან. დიდი მადლობა რომ დავგვთანხმდით ინტერვიუზე. მთელი 5 წელი და წლევანდელი წელი შევაჯამოთ რა იყო თქვენთვის, მოუყვეთ მაყურებლებს და მსმენელებს, რა პროგრამები გვაქვს, რას ვაკეთებთ და რა მიღწევები გვაქვს. კი ბატონო, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ დამითმეთ სივრცე, საეთერო სივრცე და მაქვს საშუალება რომ გავაზიარო ინფორმაცია ხონის სათემო განათლების ცენტრის შესახებ. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ იმ ადამიანებს, ვისაც აქამდე არ აქვს ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის, ცენტრის კურსების და აქ მიმდინარე პროცესების შესახებ, დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას სიამოვნებით და მადლობა ამისთვის, ამ შესაძლებლობისთვის. ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვინც გაიარა ამ ცენტრში, ერთგვარი უკავშირი როგორია ცენტრთან მიმართებაში და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ პროგრამების განხორციელება მუნიციპალიტეტის დონეზე. დიახ, მოგეხსენებათ 2020 წელს დავარსდით ჩვენ გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიუროს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში. ჩვენი დამფინანსებელი არის გერმანიის მთავრობა და ეს პროექტი ხორციელდება ადგილობრივი ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი კონტრიბუციით. მოგეხსენებათ ის ინფრასტრუქტურა, სადაც ეს ცენტრი ოპერირებს, ეკუთვნის ადგილობრივ თვითმმართველობას და გვაქვს დათმობილი ამ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი საქმისთვის. 2020 წელს იყო პანდემია, ჰქონდა ძალიან დიდი გამოწვევა, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს, ჩვენს ქვეყანასაც და ჩვენს ორგანიზაციასაც და ამ პროექტასაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დავდექით, იმიტომ რომ იწყებოდა ერთის მხრივ ახალი პროექტი და მეორეს მხრივ ჰქონდა სრული იზოლაცია, ადამიანები იყვნენ ჩაკეტილები, არ იყო უშუალო კომუნიკაციის საშუალება და ფიქრობდით, რომ გარკვეულწილად დაგვეპაუზებინა ეს პროცესი, მაგრამ გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მართლა ნათელი წერტილი იყო იმ დროს, მართლა ერთადერთი სტრუქტურა იყო, ესე რომ ვთქვათ, სადაც ადამიანები იკრიბებოდნენ, სადაც ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებდით, სადაც გამოცდილებას უზიარებდით, სადაც ვსწავლობდით, სადაც რა ვიცი, მსჯელობდით სატკივარზე, იმ პრობლემებზე, გადაგქონდა ყურადღება, ესე რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ვაკეთებდით შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციით და ვიცავდით ყველა წესს და ამ დროს ჩვენს ირგვლივ შემოიკრიბა ძალიან ბევრი ადამიანების დიდი მოკლედ არმია, ესე რომ ვთქვათ, რომლებიც პროფესიონალების რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შრომა ჩადეს ამ საქმეში და ძალიან მალე ამ ყველაფერმა გამოიღო ეს შედეგი, რომ უკვე მომდევნო წლებში ხონის სათემო განათლების ცენტრს ძალიან ბევრი ბენეფიციარი სტუმრობს და ძალიან გამრავა ფეროვნდა გაიზარდა ის პროგრამები და პროექტები და სერვისები, რასაც ჩვენი ცენტრი სთავაზობს მოქალაქეებს. თუ შეძლებთ რომ ჩამოთვალოთ რა იყო ესენი, ყველა თუ გახსოვთ მოქმედიც ყოფილი. პირველი კურსი ადგილობრივი ბაზრის კვლევის საფუძველზე კურსები, ბაზრის კვლევის საფუძველზე შევიმუშავეთ და ამ კვლევამ გვიჩვენა ის მიმართულებები, რაზეც უნდა აქცენტი გაგვეკეთებინა. პირველად ეს იყო უცხოენები, გერმანული, ინგლისური, ეს იყო გიდის მომზადების კურსი, კომპიუტერ, საოფისე კომპიუტერული პროგრამები, ოფისის მენეჯმენტი, იურიდიული იმ დროისთვის კონსულტაცია, რაც არ იყო ხელმისაწვდომი და საკმაოდ გარკვეულ ფინანსურ რესურსებს უკავშირდება ის, რომ თქვათ კვალიფიციური იურისტი დაიქირაო და შესაბამისი კონსულტირება მიიღო, ამიტომ ჩვენ ამ სერვისს ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებით დევნილებს და განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ
როცა მათ საცხოვრებელი ფართების და კანონების საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა ჰქონდათ და ამ პრობლემის წინაშე იდგნენ, ეს სერვისი შევთავაზეთ, ასევე ფსიქოლოგის კონსულტაცია, რაც ასევე საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და ჩვენ უფასოდ ამის შესაძლებლობა მივეცით ადგილობრივ მოსახლეობას და არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობას, იცით რომ ჩვენს ცენტრს დღიდან დაარსების ამ რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან სტუმრობენ ბენეფიციარები და ასევე გქონდა ხეზეჭრის კურსი, ელექტროშედუღების კურსი, კურსების დიდი ნაწილი დღემდე საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე გრძელდება, მაგრამ იმ პირველ ეტაპზე იმ კვლევამ ნამდვილად მოგვცა სწორი მიმართულება და სწორი სურათი, ამას ადასტურებს ის, რომ ბენეფიციარების უწყვეტი ნაკადები იყო ყველა ეტაპზე, დღემდეც ასე გრძელდება ბიზნეს იდეის წერისა და მართვის კურსი გამომჩა ასევე და ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი მნიშვნელოვანი შედეგები დავდეთ, რაც ციფრებში არის გამოხატული და ეს არ არის ფურცლებზე დატანილი, მხოლოდ რაღაცა ისეთი ინფორმაცია, არც თავს ვიწონებთ რაღაცა. ბევრმა ბიზნესი დაიწყო, ბევრმა პროფესია შეიცვალა ჩვენი წყალობით, შეიცვალა უკეთესობისკენ და უფრო მეტი დოვლათის შესაქმნელად, ბევრმა ცხოვრება დაიწყო თავიდან. მე ხა ბოდიში გაწყვეტინებთ ტურიზმის მაგალითს ეგეთყვით. მაგდა ბევრმა ჩვენმა მოსწავლემ სასტუმრო ბიზნესი დაიწყო, ზოგმა გიდობა დაიწყო, ზოგი გიდი იყო, მაგრამ მეტი განვითარება მიიღო, ბევრმა სატრანსფერე ბიზნესში წავიდა. თან ეს ერთმანეთი გაიცნეს, ერთმანეთი შეიძინეს. ქსელი გახდა მიეხმარენ, დღემდე ხდება ეს ჩატებში ხო ვარ მე თითქმის ამ ყველა ჩატებში ერთმანეთს კითხვა დაისმება, ხო არიცით იქ ის თუ მუშაობს, ან იქ რა ღირს ეს სერვისი, უგებენ ერთმანეთს და საკმაოდ საინტერესო და ესეთი თან იყო ისეთები, ვისაც შეიძლება სულაც არ გავა, პროცესმა განათლება მიიღო, აქტიური ცხოვრებით იცხოვრა, თვეების მანძილზე გამოვიდა სახლიდან, იზოლაციიდან. ერთ მნიშვნელოვან დეტალს მინდა გავუსვა ხაზი. ჩვენი წინაპრებიდან, ჩვენი თქვა ბებია-ბაბუებიდან სულ გვესმის, რომ მთელი სიცოცხლე უნდა ისწავლო და სიცოცხლის მანძილზე ვახორციელებთ რაღაცას ყოველ ეტაპზე სწავლობს ადამიანი, მაგრამ რატომღაც ჩვენს ქვეყანაში ამას არასდროს ჰქონია ფორმალური ხასიათი. ჩვენ ეს შესაძლებლობა გავაჩინეთ, რომ კონცეფცია მთელი სიცოცხლის სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე ამ ყველაფერს მიეცა რაღაცნაირად აი ფორმალური ხასიათი. ჩვენ თავაზობთ ადამიანებს მოკლევადიან კურსებს და აქ როცა ვსაუბრობთ ამ და ხაზი გავუსვით სხვადასხვა ვთქვათ შესაძლებლობებს, არ არის საუბარი გრძელვადიან სწავლის პროცესზე. ეს არის მოკლევადიანი, ორთვიანი, სამთვიანი კურსები, რიგ შემთხვევაში ერთთვიანი, რიგ შემთხვევაში რამდენიმე ლექციისგან შედგება, ვთქვათ, ეს ციკლი და ამ პროცესის დასრულების შემდეგ ადამიანს გარკვეული წარმოდგენა ამა თუ იმ პროფესიაზე, ამა თუ იმ ვთქვათ შესაძლებლობაზე გარკვეულ ინფორმაციას აძლევს. ეს იმდენად, რომ შეუძლია ვთქვათ განვითარების სურვილის შემთხვევაში განავითაროს შემდგომ და რა თქმა უნდა საქმე და აქტიური მოქალაქეა და მაგალითად ჩვენ მყოლია სტუდენტები, დაუშვათ ჯერ ტურიზმი დაამთავრა, მე გადავიდა იქ, მე ენებზე ციარა, მე რაღაცა ძალიან ბევრია ასეთი, წლები დაუკავშირა ამ შენობას. კი ბატონო, საკმაოდ რთული იყო ამ პროცესის დაწყება იმ საზოგადოებაში, სადაც ვთქვათ, არ ვიცი ხა რამდენად შეიძლება ვიღაცას ეუცხოს ეს ჩემი ვთქვათ გაჟღერებული წინადადება, მაგრამ კი ჩვენ ვართ ძალიან განათლებულიერი, ვართ ისერი, რომელიც მივისწრაფით განვითარებისკენ მუდმივად, მაგრამ რატომღაც გარკვეულ ასაკი გვაქვს განსაზღვრული ამ ყველაფრისთვის, ეს არის სტერეოტიპი, ამ ცუდი ვთქვათ რაღაცა, მაგრამ აქ ამ ცენტრმა მისცა ადამიანებს ამ სტერეოტიპის მსხვერპლის შესაძლებლობა. აქ თავიდან ადამიანებს უჭირდათ გიდასტურებთ მოსვლა, რაღაცნაირად ეჭვეს თვალით იყურებოდნენ, თუ რაღაც ერთმანეთის ერიდებოდათ, რაღა დროს ჩემი სწავლა ესეც ხშირად გაჟღერებულა, მაგრამ ჩვენ გვაქვს მუდმივად ვფიქრობთ ამაზე და გეგმავთ ისეთ ღონისძიებებს, რომ გავმარტივოთ პირველ ეტაპზე ადამიანებს აქ შემოსვლა, ფეხი შემოდგება საერთო ტურიზმში. 73 წლის კაციც მყავდა. 48 და 65 და 63 ასაკი ქალბატონები ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ აქ რომ მოვლე, მერე წასვლა აღარ უნდათ. როცა ერთ კურსზე შემოაბიჯებენ, შემდგომ და ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ამისი, რომ ყველა კურსზე ცდილობენ ჩაეწერონ და ყველა კურსი დაასრულონ და ძალიან ბევრი ბენეფიციარი გვყავს, რომელსაც ჩვენგან წაღებული არა ერთი, არა ორი, არამედ 3, 4 და 5 სერტიფიკატი აქვთ და კიდევ უნდათ და თავაზობენ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს თავის დროზე დევნილთა გაძლიერებისთვის ხდება.
ხდებოდეს, იმიტომ რომ საქართველოში ერთ-ერთი კომპაქტურად ჩასახლებული ადგილია და რა თქმა უნდა მოხდა მათ ძირითადი ბაზა ეს იყო დევნილების, მაგრამ მერე გახდა ეს ხონის, მერე გახდა ეს იმერეთის და მერე გახდა სამეგრელოც, თბილისიც, ჭიათურიდან დადიოდა პირადად ჩემზე ვამბობ მე, ჭიათურიდან დადიოდნენ, თბილისიდან დადიოდნენ და ჩამოდიოდნენ შემოწმება სპეციალურად. მე სულ მეგონა ცაგერიდან ჩამოდიოდა არაჩვეულება. ვცდილობთ ამ კურსების ფარგლებში მაქსიმალურად პოპულარიზება გაუწიოთ არა მარტო ქუთაისი აღარა ლაპარაკი. არამედ იმ კულტურულ ობიექტებს, კულტურულ ძეგლებს, მიმდებარედ ჩვენს მუნიციპალიტეტის გარეთაც არაერთი გასვლითი ღონისძიება გვაქვს, სადაც რომელიც ითვალისწინებს გარდა იმისა, რომ ადამიანებმა ცოდნა ინფორმაცია მიიღონ ამა თუ იმ თქვათ კულტურული ობიექტის შესახებ და ან ბუნებრივი ძეგლის შესახებ, ასევე ხდება იმ თქვათ მუნიციპალიტეტის იმ ადგილის, იმ ლოკაციის პოპულარიზება. მოკლედ ძალიან ბევრ ფუნქციას ესე ვთქვათ ითავსებს ჩვენი კურსები და დღემდე ესე გრძელდება. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო განვითარდეთ და კიდევ უფრო გავძლიერდეთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება კურსებს, კიდევ მიუბრუნდები და დავკონკრეტდები ჩვენი ზრდასრულთა განათლების ეს კურსები და სერვისები, რასაც ხონის სათემო განათლების ცენტრი სთავაზობს საზოგადოებას, ზრდასრულთა განათლების სრულ პაკეტს მოიცავს. ეს არის როგორც პიროვნული განვითარების კურსები, ასევე პროფესიული განვითარების კურსები. ჩვენ ვფარავთ ახალგაზრდულ პროგრამებს, შესაძლებლობების ფარგლებში, კულტურულ მიმართულებას, სპორტულ მიმართულებას, ასევე გარემოს დაცვით ღონისძიებებს მოიცავს, როგორც გითხარით, უფასო ფსიქოლოგის, იურისტის კონსულტაციას, ფინანსურ წიგნიერებას, მინდა ასევე ხაზი გაუსვა და სწორედ ამას ემსახურება ბიზნეს იდეის წერისა და მართვის კურსი, ასევე ბუღალტერიის კურსი, რომელიც ჩვენთან ეტაპობრივად სხვადასხვა ეტაპზე ფინანსების და მოკლედ საჭიროებების შესაბამისად ხორციელდება. რაც შეეხება დავკონკრეტდები პიროვნული განვითარების კურსებს, მოიცავს ეს მიმართულება მოიცავს ინგლისური ენის შესწავლას, გერმანული ენის შესწავლას, ასევე გვაქვს თქვათ გარემოს დაცვითი მიმართულებები და ამ კომპიუტერული პროგრამების, ოფისე კომპიუტერული პროგრამების შესწავლას და პროფესიული პროფესიული მიმართულებებში რა ვიცი ისა ელექტროშეთუხება, გონი ავეჯის დამზადება კი ბატონო, სხვადასხვა საკმაოდ მუშაობდა ეს პროექტები და მუშაობს დღესაც მუშაობს, საკმაოდ დატვირთულია, მომართვიანობა არ შემცირებულა, მინდა სახელმწიფო პროფესიულ კურსებზე გადასვლა, მინდა რაღაცნაირად ჩვენი ნიშა ესეც გავხადოთ, მაგრამ ამ ეტაპზე იმდენად მოთხოვნადია ის კურსები, რაც გახსნის დღიდან დავიწყეთ და ფაქტიურად აგერულა 5 წელი გავიდა, არც ერთ კურსი, არც ერთ დროს არ გვაქვს ადგილი თავისუფალი, რაც მოკლედ ჯერჯერობით რაღაცა კურსების ჩანასვლების საშუალებას ვერ იძლევა. ნუ რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული და თუ ფინანსური რესურსები გაგვეზრდება, შევძლებთ რომ დავამატოთ არსებულ კურსებს კიდევ კურსები. ძალიან გვინდა და ვფიქრობთ სახელმწიფო კურსებზე, როგორც გითხარით, როგორც არის ეპოქსიდის, ვთქვათ, როგორც არის თიხაზე მუშაობა, როგორც არის მინანქარზე მუშაობა და ასე შემდეგ. არის ამის მოთხოვნა, ამის საჭიროება ადგილზე სამზარეულობით. მაგრამ ამ წუთში არ არის, მუშაობთ ამ მიმართულებით, ამ სასწავლო მოდულებზე. მოგეხსენებათ, რაც შეეხება მინდა ამასაც ხაზი გაუსვა, ეს სასწავლო მოდულები პირველ ეტაპზე გაზიარებული იქნა ჩვენი კოლეგა ცენტრების მიერ, რომლებიც უკვე წლებია საქართველოში ფუნქციონირებენ და თითოეულ მათგანს 20 და უფრო მეტი მოკლედ ოპერირების ისტორია აქვს, შესაბამისად მათ შესაბამისი ორგანიზაციების სპეციალისტების დახმარებით შემუშავებული აქვს ეს მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების მოდულები და პირველ ეტაპზე ისინი გვიწერდნენ დახმარებას, ხოლო უკვე ეხლა როცა განვითარებაზე, ეხლა როცა ვთქვათ ახალი კურსების შემუშავებაზე ფიქრობთ, ჩვენ გვიწევს მუშაობა ახალ სასწავლო მოდულებზე, შესაბამისად ეს არ არის მარტივი პროცესი, ანუ ერთი არის როცა გვინდა სურვილი, გვაქვს სურვილი, რა თქმა უნდა, დავემატოთ კურსები, მეორე არის ამის ფინანსური შესაძლებლობა, ხელმისაწვდომის გაზრდაზე გვიწევს რომ ვაფიქრი და ასევე შესაბამისი სასწავლო მოდულების და შესაბამისი პროფესიონალი კადრების მოძიება საკმაოდ დეფიციტური არის რეგიონში. თქვენც და ჩვენი ცენტრის ბევრი ტრენერი არ არის ხონელი, მინდა რა თქმა უნდა რომ ადგილობრივი კადრზე გქონდეს ორიენტირი გაკეთებული, მაგრამ გამომდინარე როგორც აღნიშნეთ, ჩემზე უკვე აღარ ითქმის არ არის ხონელი. კი ბატონო, გვიწევს მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან კადრების მოძიება მოყვანა და
და ეს კადრებიც უნდა ვთქვათ, რომ აუცილებლად კონკურსის წესით არის შერჩეული. ეს კადრებიც მე პირადად კონკურსი მათი დამსახურებების, მათი კვალიფიკაციის და მათი მოკლედ ესე რომ ვთქვათ, გამოხატული ნების საფუძველზე არიან ჩვენთან და სწორედ ამ კარგი გუნდის დამსახურებაა ის, რომ ხონისსათემო განათლების ცენტრი დღემდე ისეთ აქტუალურ სერვისებს, პროგრამებს, პროექტებს და კურსებს თავაზობს საზოგადოებას, რომელიცადმი ინტერესიც არ ნელდება. მაგრამ სულ მაქვს შიში არ ნელდებაო თქვენ თქვით და თქვით რომ ადგილი არ აქვს და იმ ჯერ ახლებს ვერ ვიწყებთ სხვა იმის, იმიტომ რომ ამის ფინანსური რესურსი ამ წუთში შეიძლება არ იყოს, რომ ამდენი გააკეთო. სულ მაქვს იმის შიში, რომ ოდესმე ალბათ რაღაცა მილევადი იქნება, ხო? ხო, აუცილებლად გავაჩენთ ახალ შესაძლებლობებს და ახალ მიმართულებებს, ვთქვათ, თუ მე ყოველ შემთხვევაში ახლო პროგნოზი ჩვენ ვაწარმოებთ პარალელურად კვლევებს, ყოველთვის გამოკითხვებს ვატარებთ იგივე ჩვენს ბენეფიციარების ჩართულობის საშუალებით, ასევე მუდმივად გვაქვს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია, ეს იქნება სოციალური ქსელების თუ უშუალო კონტაქტების შეხვედრების და ასე შემდეგ საშუალებით. ჯერჯერობით გრძელვადი ამ პროგნოზში ამის ინტერესის ნაკლებობა არ ფიქსირდება, ესე რომ ვთქვათ, ბაზარზე, ჯერ ისევ აქტუალურია ის კურსები, რომელსაც ვახორციელებთ, თუმცა როგორც გითხარით, ვართ ახალი კურსების, ახალი მიმართულებების შემუშავების ეტაპზე, ვცდილობთ ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გავაჩინოთ იგივე ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან მიმართებაში, მოკლედ ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობთ. ასევე აუცილებლად დავით მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ხონისათემო განათლების ცენტრი მხოლოდ პროფესიული პიროვნული და ასე შემდეგ განვითარების ან დასავლთა განათლების პაკეტის ფარგლებში არ ოპერირებს და ფუნქციონირებს. ჩვენ გვაქვს დამატებით კიდევ სხვადასხვა აქტივობები, სხვადასხვა პროექტები. მინდა ამ პროექტების შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. თქვენც ჩართული ხართ, ეს არის ბოლო დროს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი პროექტი, ეს არის რადიო პროექტი ხონისათემო რადიოს. კი ბატონო, თავისთავად. დიახ, პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, ესე რომ ვთქვათ, რამდენიმე თვეა, დაახლოებით 6 თვეა უკვე რადიო ფუნქციონირებს, არაერთი რესპონდენტი, 10-ობით რესპონდენტი ჩავწერეთ და იკრებს ახლა ძალებს ეს რადიო, ხდება ცნობადი, ხდება პოპულარული და ამ მიმართულებითაც გვიწევს მუშაობა, გარკვეული ძალისხმევის დახარჯვა, ვგრძნობ და ვუყურებთ სტატისტიკას და მოწონთ ეს პროექტი და ეს პროცესი ადგილობრივ მოსახლეობას. ვფიქრობთ მეტ განვითარებას, წინსვლას, დახვეწას და ასე შემდეგ და ამ პროცესშიც თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათი უკავშირი არის ნებისმიერი პროექტის, ჩვენი საქმიანობის მთავარი მამოძრავებელი და მამოტივირებელი შეიძლება ითქვას. ასევე აუცილებლად ხაზის გავუსვამ და გამოვეხმაურები, რა თქმა უნდა, შენიშვნას, რომ ჩვენ მქონდა სათემო პროექტი ასევე და მომავალშიც აუცილებლად გავყვებით ამ ხაზს ხონის მაღალმთის სოფელში, სოფელ კინჩხაში სკოლის მოსწავლეების გავაჩინოთ შესაძლებლობა საქმე გაკეთდა მასში. განათლების მიმართულებით ხატვის წრე დავაფინანსეთ, ხატვის კურსი, ავიყვანეთ ძალიან კარგი გამოცდილი ესე სპეციალისტი. ყველა იყო ჩართული, მოვაწყვეთ არაჩვეულებრივი გამოფენა, გავუზიარეთ საზოგადოებას, ძალიან დიდი გამოხმაურება, ძალიან დიდი პოზიტიური შეფასებები გამოიწვია ამ პროექტმა და მომავალშიც აუცილებლად და სხვა დროსაც გავაგრძელებთ სხვადასხვა სკოლებთან, იმ სკოლებთან და იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, იმ ადამიანებამდე მივიტანთ ჩვენ სერვისებს, რომლებსაც ამ დრომდე ხელი არ მიუწვდებათ სხვადასხვა მიზეზების გამო. მე მჯერა იმისი, რომ ყველა ადამიანს აქვს შინაგანად განვითარების წინსვლის და ახალი შემეცნების სურვილი და მოთხოვნილება. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი სათემო განათლების ცენტრი ამ მიმართულებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ პროცესში და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ყავს ხონის სათემო განათლების ცენტრს ძალიან კარგი ლიდერთა კლუბი, სადაც 14-დან 16 წლამდე ახალგაზრდები არიან გაწევრიანებულები, ესენი არიან ჩვენი ძირითადი ბირთვი, ჩვენი მოხალისეები, ჩვენი მოკლედ იდეების თანაზიარი ადამიანები, რომლებსაც ვაძლევთ სხვადასხვა შესაძლებლობებს, რომ განივითარონ მათ თავიანთი უნარები, ეს იქნება ლიდერული უნარები, ეს იქნება თქვა პრეზენტაციის უნარი, ეს იქნება ფინანსური
ფინანსური წიგნიერება, ეს იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები, მედია წიგნიერები და ასე შემდეგ. გასულ თვეს ქონდა თუ გასულ კვირას ძალიან კარგი აქტივობა ვესტუმრეთ სენაკის ტექნოპარკს და გავეცაინთ მათ სერვისებს, მათ შესაძლებლობებს, ასევე დავესწარით ეგრისობის ძალიან მნიშვნელოვან კულტურულ ტრადიციულ ძალიან კარგ ფესტივალს, ღონისძიებას. ხშირად გავდივართ და ვაკეთებთ აქტივობებს, ვთქვათ, მეზობელ მუნიციპალიტეტებში ვიყავით ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, დავესწარით კერამიკის მასტერ კლას ქუთაისში, ვესტუმრეთ რადიო ძველ ქალაქს ასევე ქუთაისში, მოკლედ ძალიან ბევრი მიმართულებით ვცდილობთ შესაძლებლობების ფარგლებში ამ ახალგაზრდებს დავანახოთ პერსპექტივას. ძალიან დიდი მადლობა, საკმაოდ საინტერესოა. ახლა ისე ჩქარა ჩამოვყარეთ ყველაფერი, ასე სათქმელათაც კი ძნელია და გასაკეთებლად მithumetes რართული იქნებოდა ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა, მე მინდა რადიო მსმენელებს შევახსენო, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ხონის დასრულთა განათლების სათემო ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ელისე ჯიქია. მადლობა.